მშვიდობისა საქართველოს დღეს 28 თებერვალია უყურებთ გურიერს 9 საათზე. სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად გურიაში შესაბამისი სამსახურები ისევ საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მუნიციპალიტეტებში სპეცტექნიკით აქტიურად იწმინდება გზები, კომუნიკაცია მყარდება ყველა დასახლებულ პუნქტთან. ასევე გრძელდება მოსახლეობის სურსათითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა. ინტენსიურად მიმდინარეობს ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენითი სამუშაოებით. მობილიზებულია ყველა შესაბამისი ტექნიკა, რაც საჭიროა დიდ თოვლობასთან საბრძოლველად, ასე ვთქვათ. 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც ცენტრალური, ასევე შიდა სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები, მეხანძრე მაშველების და თავდაცვის ძალების მიერ მობილიზებული არის სპეციალური თოვლმავალი საშუალებები და რომლებიც გადაადგილდებიან ისეთ სოფლებში, სადაც ჯერჯერობით სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება არის შეუძლებელი. ჯგუფები მობილიზირებულია, უკვე აკეთებენ ყველაფერს მოსახლეობაში, პროდუქტებს არიგებენ, მედიკამენტებიც რიგდება, ენერგოსამსახური გამოსულია, ნაწილობრივ სოფელში აღდგა ელექტროენერგია და სხვებსაც მიეწოდება. გურიის რეგიონში დიდ თოვლობით გამოწვეული პრობლემების გადასაჭრელად შექმნილ შტაბში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები ვახტანგ გომოლაური, ირაკლი ჩიქოვანი და ალექსანდრე წულაძე. ასევე ადგილზე იყვნენ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები. შტაბის სხდომაზე გურიის რეგიონში დიდ თოვლობით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრის კუთხით გუშინდელი დღის განმავლობაში შესრულებული სამუშაოები მიმოიხილეს და შემდგომი ღონისძიებები განსაზღვრეს. შეგახსენებთ, გურიის რეგიონში მოწყობილია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 6 ლოკალური შტაბი, სადაც ხდება დიდ თოვლობით გამოწვეულ პრობლემებთან დაკავშირებული შეტყობინებების მიღება და შესაბამისი რეაგირება. მეხანძრე მაშველებმა საპოლიციო ძალებთან და სხვა უწყებების წარმომადგენლებთან ერთად რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში არაერთ მოქალაქეს უკვე გაუწიეს დახმარება. სერიოზული პროგრესი გვაქვს ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით. ჯამში სტიქიის დაწყების დროს 35,000 აბონენტი იყო კათიშვილი. დღის დასაწყისში ფაქტობრივად 24,000-ზე მეტი აბონენტი იყო ჩართული. დღის ბოლოს ამას დაემატა კიდე 4,800 აბონენტი. ასევე ძირითადი გზების 80% არის უკვე გაწმენდილი. ეს არის ძირითადი მუნიციპალური გზები. ასევე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან ბევრ სოფელში მივედით სოფლის ცენტრამდე. ყველა ის რესურსი, რომელიც არსებობს და საკმაოდ დიდი რესურსია, მთავარია რომ მოქმედებს სწორ კოორდინაციაში და სწორი მართვის პირობებში. აჭარაში უწყვეტ რეჟიმში გრძელდება დიდ თოვლობის შედეგად გამოწვეული პრობლემების სალიკვიდაციო სამუშაოები. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი გზების გაწმენდის სამუშაოები უკვე დასრულებულია. რაც შეეხება ხულოს, სასმელი, წყალი, დაბა ხულოს მოსახლეობას გრაფიკის მიხედვით მიეწოდება. ასევე ყველა აბონენტს უკვე აქვს ელექტროენერგია. არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაიცნო როგორც ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატიც. დაბახულოში გაწმენდილი იქნა ყველა სტრატეგიულ ობიექტებთან მისასვლელი გზა. მუნიციპალიტეტის მერის შესაბამისი შტაბისა და ადამიანური რესურსების მიერ შეტყობინებების საფუძველზე გაეწიათ სხვადასხვა სახის დახმარება მოწყვლად ჯგუფებს, მარტოხელა ადამიანებს, უზრუნველყოფილ იქნენ მედიკამენტებით და სასურსათო პროდუქტებით. ასევე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა ბათუმი-აგის ახალციხის საავტომობილო გზის, კერძოდ ხულო-გოდერძის მიმართულების საავტომობილო გზის გაწმენდის სამუშაოები. გარდა სხალთა ხიხაძერის ხეობისა ამ დროისათვის იწმინდება ღორჯომის ხეობის გზა. თელიღამის განმავლობაში იმუშაობს ტექნიკა. მზადა ვართ იმ პრობლემების გასამკლავებლად, რაც შეიქმნა ამ დღეების განმავლობაში. ვიმყოფებოდით ხულოს მუნიციპალიტეტში რამოდენიმე ოჯახში საქართველოს პარლამენტის წევრ ბატონ ანზორ ბულქვაძესთან, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრ ზაზა შავაძესთან და ხულოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად, სადაც გაუწიეთ შესაბამისი დახმარებები.
სტიქიას ებრძვიან რაჭაში, ცონის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად ყველა საჭირო ღონისძიება ტარდება. ამ დროისთვის გაწმენდილია მუნიციპალიტეტის საავტომობილო და შიდა გზები. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი. ყველა სოფელს მიეწოდება ელექტროენერგია. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართულები მოსახლეობის დახმარების პროცესში. დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი კვლავ შეჩერებულია აჭარის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სკოლებში. განათლების მინისტრმა ადგილზე მოინახულა მიმდინარე სამუშაოები. ალექსანდრე წულაძის განცხადებით სასწავლო პროცესი მას შემდეგ აღდგება, რაც ამინდის გაუმჯობესების შემდეგ სამინისტრო სკოლების ინფრასტრუქტურული საჭიროებების შესწავლის მიზნით შესაბამის მონიტორინგს ჩაატარებს და უზრუნველყოფილი იქნება მოსწავლეებისთვის უსაფრთხო გარემო. იმყოფებოდით გურიის სამივე მუნიციპალიტეტში. ჩვენ აქტიურად რესურს ცენტრებთან თანამშრომლობით ვართ ჩართული სასწავლო პროცესის აღდგენის პროცესში. მას შემდეგ რაც დავრწმუნდებით, რომ სასწავლო გარემო უსაფრთხო არის სწავლის აღსადგენად, მხოლოდ ამის შემდეგ დაუშვათ სასწავლო პროცესის აღდგენა. სწორედ ამ მიზნით უკვე დავიწყეთ, ასე ვთქვათ, სკოლების გადმოთოვლის და სხვა პროცედურები. ვიღებთ სხვადასხვა ზომებს უშუალოდ სასკოლო საზოგადოების მასწავლებლებსა და სკოლის მოსწავლეების მხარდასაჭერად. პარლამენტი ახალი საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს, რომლის მიხედვითაც არასამთავრობო ორგანიზაციები საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში აღარ იქნებიან ჩართული. კანონის ამოქმედების შემდეგ საპროკურორო საბჭოს წევრობის, ასევე საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის კანდიდატები არასამეწარმეო იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისგან აღარ შეირჩევიან. ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოსთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი შესარჩევ საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აღარ იქნებიან. პარლამენტის ინიციატივით ქართულმა ოცნებამ და ხალხის ძალამ ერთობლივად მიმართა. პროექტის მიხედვით ცვლილებები 14 სხვადასხვა კანონში შედის. ცვლილებებს დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს. გადაწყვეტილებების მიღება უნდა შეეძლოს იმ ადამიანებს და იმ ორგანოებს, რომელსაც აქვთ სახალხო ლეგიტიმაცია. სახალხო ლეგიტიმაცია გამოიხატება არჩევნების შედეგებში და პასუხისმგებლობაც შესაბამის გადაწყვეტილებებს ეკისრებათ ლეგიტიმაციის მქონე ადამიანებს. ხოლო იმ ადამიანებს, რომელთაც ლეგიტიმაცია ხალხის მიერ არ აქვს მინიჭებული და იგულისხმება ამ შემთხვევაში ეგრეთ წოდებული NGO-ები, მათი მონაწილეობა სავალდებულო წესით რიგ გადაწყვეტილებების მიღებაში რა თქმა უნდა არ უნდა იყოს სავალდებულო. მზია ამაღლობელი პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. აღნიშნული შესახებ ინფორმაცია მისმა უფლებადამცველმა დაადასტურა. ასევე როგორც ვივამედის სამედიცინო დირექტორი ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, კლინიკიდან გაწერისას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი. შეგახსენებთ, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელს, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ჩვენგან პაციენტი გაეწერა, მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი, რა თქმა უნდა. ჩვენ მივეცით შესაბამისი რეკომენდაციები და ჩვენი რეკომენდაციებით შევთანხმდით, რომ ის დაეწერებოდა შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში, გააგრძელებდა ამ რეკომენდაციების შესრულებას. რა თქმა უნდა, შიმშილობა შეწყვეტილი კი არა, უკვე ერთი კვირა იკვებებოდა. დღეს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდება. ვაშინგტონსა და კიევს შორის იშვიათ მინერალებზე შეთანხმება უნდა გაფორმდეს. პარალელურად უკრაინაში ომი გრძელდება. საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევში, დრონების საფრთხის გამო ჩაერთო რუსულმა ძალებმა შაჰედის ტიპის დრონებით ზაპოროჟია დაბომბეს, დაშავდა 2 ადამიანი. მასიური იერიში განხორციელდა ხარკოვის ენერგოსისტემაზე, დაშავებულია 2 სამოქალაქო პირი. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები არიან დაშავებულები. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტზე სულ 118 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს შორის თეთრ სახლში ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. ლიდერებმა სხვა საკითხებთან ერთად უკრაინაში ომის დასრულება და ასევე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გარანტიები განიხილეს. ტრამპის ვარაუდით რუსეთთან მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება გაამართლებს და პუტინი უკრაინაში აღარ შეიჭრება. ბრიტანეთის პრემიერმა შეერთებულ შტატებს მოუწოდა უზრუნველყოს უსაფრთხოების გარანტია ნებისმიერი ევროპული ძალისთვის, რომელიც მონაწილეობას მიიღებს სამშვიდობო ლაპარაკებების დასრულებაში. კირ სტრამერის თქმით, მიმდინარე წელს დიდი ბრიტანეთი უკრაინას უფრო მეტ დახმარებას გაუწევს, ვიდრე აქამდე ბრიტანეთი ასევე მზადყოფნას გამოთქვამს სამშვიდობო შეთანხმების მხარდასაჭერად სახმელეთო ჯარები და თვითმფრინავებიც გაგზავნოს. USAID-ის თანამშრომლების სააგენტო სათაო ოფისს ტოვებენ. როიტერის ინფორმაციით მათ საკუთარი ნივთების შესაგროვებლად მხოლოდ 15 წუთი მისცეს. ეს არის შედეგი დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებისა, რომლის მიხედვითაც თეთრი სახლი წყვეტს სააგენტოს კონტრაქტების 90%-ზე მეტ დახმარებას. გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ გამოაქვთ თანამშრომლებს მუყავს ყუთებით პირადი ნივთები და როგორ აცილებენ მათ აპლოდისმენტებით. შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა მის მრჩეველს ილონ მასკს დაავალა USAID-ის დემონტაჟი, როგორც ფედერალური მთავრობის შემცირების უპრეცედენტო ნაბიჯის ნაწილი, იმის გამო, რომ თავიდან აერიდებინათ ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა თანხების უსარგებლო ხარჯვა და ხარჯების ბოროტად გამოყენება. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. სხვა სიახლეებს შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ვებგვერდზე. მე განახლებული ინფორმაციით დაგიბრუნდებით 10 საათზე.